ბათუმში იაპონური ალუბლის ხეივანი გაშენდა. საოცრებათა მოედანზე მდებარე სკვერში 50 ძირის საკურა რეგიონში მომუშავე მედიის წარმომადგენლებმა ქალაქის გამწვანების სამსახურთან ერთად დარგეს. საკურას ყვავილობას ბათუმელები მომავალ წელს ადრე გაზაფხულზე იხილავენ. სკვერში 1 წლის შემდეგ საკურასთან ერთად იაპონური ნეკერჩხლის, კამელიის, ჰორტენზიის, ნანდიას, ალბიციას და სხვა 22-მდე სახეობის 150 ნარგავის სურნელიც იტრიალებს. მცენარეები კომპანია ვანის სათბურებმა იტალიიდან შემოიტანა. თითოეული ძირი საკურასთვის მერიამ 111 ლარი გადაიხადა. სატენდერო თანხა ჯამში 165,000 ლარს შეადგენდა. გამარჯვებულმა კომპანიამ ამ თანხით 1200-ზე მეტი მცენარე შემოიტანა. ხშირად იყოლა საუბარი, ყველა ერთობლივად თუ გავთა, ჟურნალისტები არასდროს არ ყოფილა ასეთ აქციებში ჩართული. ამიტომ მე სიამოვნებით თქვი, რომ ჟურნალისტებმაც მიიღოს მონაწილეობა და ეს ძალიან კარგია ერთობლივად როცა გვებულოთ მონაწილეობას. რაც შეეხება ამ ადგილს, საკურას და ეს არის წმინდა იაპონური მცენარეებით იქნება და იქნება იაპონური სკვერი. ეს მცენარეები წარმოადგენს ფილტრს ჩვენი კლიმატური პირობების, რომლებიც რაც შეიძლება მეჩანგბას გამოყოფენ. აქციაზე მოვედი შვილთან ერთად ვიმედოვნება ის არ არის მომავალი ჟურნალისტი, თუმცა მინდა დაინახოს თუ როგორ შეუძლია ყველა პროფესიის ადამიანს მონაწილეობა მიიღოს ქალაქის გალამაზებაში და კარგი იქნება თუ კი მსგავსი აქციები ჟურნალისტების ჩართულობით მომავალშიც გაგრძელდება. ვერ მოვასწარით ადრე ამის გაკეთება იმის გამო, რომ ჩვენ შეკვეთა ქონდა გაკეთებული, ან ტენდერი ქონდა გამოცხადებული და ტექნიკური პირობები მონაწილე კომპანიებმა ვერ დაგუკმაყოფილეს და მოგვიწია კიდევ ერთხელ ტენდერის გამოცხადება. როცა ჩვენ დავიწყებთ რეაბილიტაციას, პირობითად ვამბობ, ჭაობში ვიწყებთ, ბონიგარადოკი, ბენზებარცხანა, თამარის დასახლება, მახინჯაური, ყველგან უნდა განაშენიანდეს რეკრეაციული ზონა და აუცილებლად კიდევ ერთხელ მე ვამბობ, რომ გავამკაცრებთ პირობებით ბინაჩვენებლობის შემთხვევაში და აუცილებელ ვალდებულებად ჩაუდებთ მწვანე ზოლის არსებობას ყველა იმ საცხოვრებელ სახლთან, სადაც ამის საშუალება და შესაძლებლობა არის.